დამნაშავეთა დაუსჯელობა და უსამართლობა საქართველოში ამ თემაზე დისკუსია არ წყდება მას შემდეგ, რაც გიგა ავალიანის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეპრესიების ნაცვლად მთავარი პრიორიტეტი რომ კრიმინალთან ბრძოლა იყოს. ბევრი მოზარდი გადარჩებოდა და ასეთ მძიმე ტრაგედიასაც თავიდან ავიცილებდით. ყურადღება მიიქცია მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციურმა Facebook პოსტმა, სადაც ის ოცნების მთავრობას აფრთხილებს. ნუცა ბახუტაშვილი დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ არასრულ წოვნებს საზოგადოებაში, განხილვა მართლაც არ წყდება, განსაკუთრებით კი გაზრდილი კრიმინალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაზე, იმ დაუსჯელობაზე, რომელიც წლებია ქვეყანაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკად ჩამოყალიბდა. სამ არასრულწლოვან ბრალდებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან, როგორც გაირკვა, ისინი სისტემატურად აორგანიზებდნენ და ახორციელებდნენ ძალადობას, მათ შორის საჯარო თავშეყრის ადგილებშიც კი. პროკურატურამ 5 ეპიზოდის ამსახველი ვიდეო კადრი გაასაჯაროა, ამის შემდეგ კი გაჩნდა მთავარი შეკითხვები. სად იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როცა ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა და რატომ არ გადაიდგა მოზარდებთან მიმართებით პრევენციული ხასიათის ნაბიჯები. ჩვენ ვესაუბრეთ იურისტებსაც და მათი შეფასებით მთავარი პრობლემა ისაა, რომ უწყების მიმართ ნდობა საზოგადოებას დაკარგულია აქვს და ამას მოწმობს მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის 5 ეპიზოდი. უწყების მიმართ ნდობის დაქვეითება კი მათი შეფასებით გამოიწვია სამართალდამცველების მხრიდან რეალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ტროტუარზე მდგომი მოქალაქეების დაჭერამ და დევნამ. იურისტების შეფასებით სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ხედავს და ამჩნევს არასრულწლოვნებს, როდესაც ისინი გარკვეულ ქმედებებს ჩაიდენენ, ხოლო მანამდე არანაირი ადრეული პრევენციული ხასიათის ღონისძიებები არ არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მრავლად არის გაუხსნელი დანაშაულების საქმეები თაროზე შემოდებული. გუშინ პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა 2021 წელს სასტიკად მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედამაც. იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ დრომდე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ოცნების მაღალჩინოსნების მფარველობის გამო პროკურატურა დეტალებს არ ასაჯაროებს. სწორედ გენპროკურორს მოუწოდა მან, რომ სიმართლე სასწრაფოდ გაასაჯაროა. თავარი პრობლემა არის სწორედ ასეთ შემთხვევებზე ფაქტობრივად პრევენციული პოლიტიკის არარსებობა და ასევე უნდობლობა სახელმწიფო უწყებების მიმართ. იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში ამგვარი ინციდენტების შემდეგ ვიგებთ, რომ დაზარალებულს შეტყობინება არ გაუკეთებიათ სამართალდამცა უწყებაში. ამიტომ პრევენციასთან ერთად და რეაგირების გაძლიერებასთან ერთად სახელმწიფოს მართებს, რომ იზრუნოს სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის ამაღლებაზე. ზოგადად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის უწყებები, რომლებიც წესით პასუხს უნდა სცემდეს მსგავს ქმედებებს, მიზანმიმართულად არის დააძლევს ხალხს რუსთაველზე, უვარდება სახლში და ისეთ უკანონო მოქმედებებზე ხუჭავს თვალს, როგორც ჩვენ ამდენიმე დღეს წინ ნახეთ. უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რომელსაც სხვადასხვა რეფორმა სჭირდება და ამავდროულად მოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეს ის ნდობა, რომელიც წლების წინ ჰქონდათ საგამოძიებო უწყებების მიმართ და ეს ნდობა უნდა დაბრუნდეს პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს გახსნილი დანაშაულების შედეგად და იმ უკანონობაზე არათვალის დახუჭვით, როგორც დღეს ხდება. 28 წლის გიგა ავალიანის საქმის არასრულწლოვანი ფიგურანტების ახალ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სწორედ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუმცა ყველა მათგანს 28 წლის მასწავლებლის მკვლელობის ეპიზოდზე ისედაც პატიმრობა აქვს შეფარდებული.